ახალი წლის არ დადაგებია და მე და კამილა ვნებიურობთ. Hello, კამილა. Hello. კამილას ცოტა ხნის წინ გაეღვიდა მიუხედავად იმისა, რომ უკვე პირველის ნახევარია და თქვენ წარმოიდგინეთ რა. მილენას ჯერ კიდევ წინავს. პირველის ნახევარია მეგობრებო. და ჩვენ კიდე ზაფხული მოგვენატრა და ვუყურებთ ჩვენი ზაფხულის ვიდეოებს. ვლადი კავკასში რო ვიყავით და ფატი ბაბუსთან რო ვიყავით სტუმრად. ძალიან მინდა კიდე ერთხელ ვაწავიდეთ. რატომ გინდა დე? მომეწონა. რა მოგეწონა ყველაზე ძალიან იქ? ყველაფერი. მართლა? სახლიც ის რა აბა მოყევი. ანუ ყველაფერი რა. ბავშვებიც ხო მოგენატრა? კი. რამდენი დაიკვები და ჯამიკოები ყავს იქ ხო დე? ბევრი იყავით და სახალისო იყო ხო? უყურებს ახლა და ძალიან ისეთი მოჭყინილია უკვე. იქით უნდა ძალიან. მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება ჩვენი ამბები. და როგორ გამოგვი. ან ისინი წავლენან ჩვენ წავალთან ნუ რაღაცა იქნება. მოკლედ ახლა ავდგეთ და ნელ-ნელა დავლაგდეთ. საღამოსკენ მივდივართ სტუმრად ირაკლის ნათლულთან ოჯახში. ამიტომ ვიფიქრე რომ ჯობია ახლა გადავიღო ვიდეო, ვიდრე იქ ვერ გადავიღებ. ასე რომ მოდით ცოტა მივლაგდეთ, მოვლაგდეთ. აი ეს კოლაჟი მეგობრებო მინდა კიდევ შევცვალო კი არა და ნუ შევცვალო ხო იმიტომ რომ კამილასთან ერთად ერთობლივი სურათი არა გვაქვს. აი ეს სურათი არის მილენასთან ერთად გადაღებული. ირაკლი მე და მილენა და მინდა რომ ირაკლი მე და ორივე ბავშვი ერთად რო იყოს ცოტა ასე ვთქვათ უფრო ახალი ვიდეო და ვიდეო კი არა და სურათი და მინდა რომ ზემოთ აიქ დავკიდო აი ცარიელ ადგილას და ესეთი ერთობლივი ვიდეო ისო ვიდეო რა თქვი ერთობლივი სურათი ჩვენი დევშია ხიადე ხო და დაუშვათ აი აქ შეიძლება კიდე კამილა და მილენა რო არიან აი ესე გრძლად რომ გავაკეთო აი ესე ჰორიზონტალურად აი აქ რო გავაკეთო კიდე ერთი სურათი უკვე ცოტა აი ესე ახლანდელ ასაკში რო არიან. ხო, ზემოთ მინდა რომ დავკიდო ერთად რო ვართ ყველა ოთხივე, აი ზემოთ ცარიელ ადგილას. აი იქ შუაში. ვერტიკალურად რო დავკიდო. მეგობრებო, ნახეთ, ანუ აი ეს უნდა გადაიტანოს, აი არა, გადავიტანო არა. სხვა სურათი დავკიდო დედიკო აქ, სადაც უკვე დიდები რო ხართ. ხო, აი უკვე დიდები რო ვართ გძლად. დედა აი ამას გადაიტანო. ეს იყოს მან ლამაზად არის. და შენ კიდე ზემოთ. ან კიდე დავუშვათ, აი აქ შეიძლება მე და ირაკლი დავკიდოთ აი აქ შუაში. აი ის სურათი გადავიტანო შუაში და ეს თეთრი გადავიტანო იქ, იმიტომ რომ მილენა ცენტრში რაღაცა ვერ მომწონს, იმიტომ რომ ცენტრში ჯობია მე და ირაკლი ვიყოთ. და შვილები კიდე ესე. იქით, ხო? კი. მოკლედ ნახოთ როგორ გადავაკეთოთ. ერთი ერთობლივი სურათიც გავაკეთოთ, რომელიც შენ, მამა, მე და მილენა რო. მეც მაგას არ გეუბნები ქალო. კი. წამო გავაღვიძოთ ჩემი და იქო. წამო ოღონდ არ დავახდეთ, თორე ცოტაა. არა. თუ არ გაიხვიდებს თუ არა დავხვიდებ. კაცეწილი მე. მოდი შუქი ჩავაკროთ. მეგობრებო, უყურეთ ჩვენს ძველ ვიდეოებსაც, ძალიან საინტერესო ვიდეოები გვაქვს ძალიან ბევრი, ასე რომ ჩვენო ახალო გამომწერებო, უყურეთ ჩვენს ძველ ვიდეოებს, რომ იცოდეთ ჩვენი ცხოვრების წინა წლების ვიდეოებიც. მოდი. ესენი რა შვებიან? გიჟო, hello. ნახე რა შვება. შერაშები. ლამაზი მინი. ატეცინა გოგო. აი თქვენი პიჟამები გაშეკადეთ. გაიღვით. ამან უკვე იცი რომელი საათია? ვიცი.
მგონი გძინავს, კალო უკვე გაკვეთილი დაგეწყო. მე რა ჩემბრალია. გაკვეთილი დამეწყო და დამეწყო. როგორი ვარდისფერი ლოყები გაქვდი ახლოს მოდი მოდი. აი, კარადის კარიც რომ დაიხურა ესე, რომ ზე არ უყურებდეს იქით აქ. მე არ დამეხურია. ვადისფერი ლოყები, ვითომ პატიება ახალი ეგეთი ვადისფერი ლოყები გაქვს. გაგახსენი ლოყებია. ნინო, შენ სათამაშო იტოქში დაიკარგა? ნაცეს ხორა ფრედა. აქ ჭირდებოდა? რა ვიცი, იქ ჭირდებოდა და აქ არ ჭირდება? მიცი ფეთვალება? დავხსე. აბა მომხედელ ამას თვალებით. ცისფერი გაქვს თუ ნაცრისფერი ხანდახან ვერ ვხვდები? ნაცრისფერი მწვანე, ნაცრისფერი. ეგ როგორ? მე მარტო ყავისფერი და შენ სამნაირი ფერი როგორ გაქვს? ესე. მზეზე მაქვს ცისფერი. ოთახში რო ვარ მაქვს ნაცრისფერი და ზოგჯერ ესე მუქ ადგილში რო ვზივარ მაქვს მწვანე. ვაუ, უყურესენ, ამან რა იყო? აი, მაჩვენე რა გაქვს ხელში აბადე? ეგეთ სათამაშო. სონიკი. რა ქვია? სონიკი. და რა შურე, ბაბა მიდი გააგორე, მე მგონი გორდება ხო? მიდი აბა. გაგორდა. ვაი. იქით ნადის ხესთან გააგორე. შეგორდა. მაგრამ უნდა გადავაიყენო. და ისე რამდენი ბევრი რაღაცები. ხალო ეს თქვენი ისენი რა ქვია, ძაფები. რო გსოვდით რაღაცას, რატო აღარ გსოვთ? აი აქ რო დადეთ დიდი სამბით და აღარაფერს აღარ გსოვთ. შეხმაზე რა გჭირს გამოგებინე? არ ვიცი. ვაი მე არ გვინდა რომ დაგახველოს, მე სოფელში ვეღარ წაგიყვანო. არა, მშვენივრად ვარ. დე, ჭამა გინდათ? მე კიდე რა, კიდე ვიწვევი. როდის ხალო უკვე სადილის დროა? შენ? კიდე მეხუთე გაკვეთილი რომ შენშია უკვე დე? კი. დედიკო, აქ გააფუჭებთ ახლა ამ კარადის კარს. ნახე უკვე რაღაცა გავუკეთეთ, ეს რა არის? გეხვეწები რა არ გინდა კარადაზე. აი უკვე რაღაცები აკვრია. მიდი მე ის არის დავასუფთავოთ კარგად. ესე იგი ვაკეთებ საჭმელს. მირენა ადიქი უკვე დროა დედა. როგორ არა? ეს გაირეცხა. ტოლმა თითქმის არ შეიჭამა. სავსე ქვაბია ჯერ. გაყინულიც კიდე რამდენი მაქვს. იმ დღეს სტუმრები იყვნენ, მაგრამ თითქმის არაფერი არ უჭამიათ. ეს უნდა გავფინო ახლა გარეთ. რა კარგი სუნი აქვს ამ სარეცის საშუალებას. ეს უნდა გავფინო, მაგრამ მანამდე საჭმელი გავუკეთე ბავშვებს. ისე შემცივდა ფეხზე. რა ვიცი. ტერბოდების გარდა არაფერი არ ჭამენ ეს ბავშვები. თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყნის ხაჭაპურები მაქვს კიდე. აი აქაც მაქვს ხაჭაპური ჯერ კიდე. მერე ორი ცალი კიდე გავყინე. აი აქაც თითო გავყინე. მერე გადმოვიღებ გავახსენებ. ლინებით გავყინე. აი აქ ტოლმაც კი გავყინე. 25 ცალი ამაში და ამაში კიდე დაბლა. მოკლედ სალათებიც არის დაჭრილი. აი ამაში და ამაში შეუზავებელი კიდე. და მოკლედ რა ვიცი და კიდე ბაჟიც არის. და ეს ხომ მგონი მაცივაში და გავხსნიდა უცებ. გოზინახზე ისევ ნერვიულობდი, მეთქი არ გამომივათქო, იმიტომ რომ შარშან პირველად გავუკეთე და აი როგორც გოზინახზე ნერვიულობდი, ისე არაფერზე მე მგონი, რომ
ვიშინო და ვაიდან არ გამომივიდეთ თქო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, გამომივიდა. არა და ძალიან ნერვიულობდი მაგრამ. მე არც ერთი ნაჭერი არ მიჭამია გოზინა, იმიტომ რომ არ მიყვარს. არ ვიცი რატომ არა მიყვარს, მაგრამ ირაკი მიჭამა, ჩვენმა სტუმარმა ჭამა და ყველას დედამთილმა ჭამა და ყველას მოეწონა. ასე რომ ესე იგი თემში. მედოკიც კარგი გამომივიდა, შუებიც კარგი გამომივიდა, ჯერ კიდევ არის ბალკონზე და ავტოვე, იმიტომ რომ სახში მაცივარში ადგილი აღარ მაქვს. აივანზე გამოვიტანენ და ნახევარი ნამცხვარი, შუების ნახევარიც არის და მეორე შოკოლადიანი შუების ნახევარიც არის. ასე რომ ესეთი ამბები. მიყიდე, მეგონა სტუმრები მოვიდნენ ერთი რაღაცა და პურიც არ გვეყოფა თქო და კიდე ვიყიდე მერე. იმიტომ რომ ქვილი დავიტოვე, რომ მერე კიდე მეთქი ერთი პორცია ხაჭაპურები გამოვაცხო. ირაკის ნაკლი აპირებს ჩვენთან მოსვლას და მეთქი რაღაცა დავახვედრო თქო, მაგრამ ჯერ კიდე ის ხაჭაპურები გვაქვს. ხოდა თქვენი მაგიტო არ დავხარჯე მეთქი, თორე მე თვითონაც დავაცხობდი პურს. სტიკერების ისე, სადაც სტიკერები ეწება, აი ამ ადგილებში ეწება სტიკერები და მე თვითონ აი ეს ნაწილი მოვაწინე და მან დარჩა მარტო ფურცელი. მართლა? ბავშვი ხაჭაპურს მიჭამდეს და ბუტერბროდს ითხოვდეს სულ. აი აქ თითქოს მიჭერს რაღაცა. ყოველთვის არ ხდება, მაგრამ ხანდახან უგრძნობ ხოლმე, რომ რაღაცა მიჭერს. ეხლა დამთავრდეს ეს უქმე დღეები და წავალ მერე გავისინჯები აუცილებლად. ოსტეოქონდროზზე. და ესე რატო ამბობ ქალო? ძალიან? დავიჯერო? დავიჯერო? ჰა? უნდა დავიჯერო? კი. ესეთი ბუტერბროდი ეხლა ტოსტერში ჩავდებ, ყველით და მასალით. მასალით, ხა? მასალა აღარ არის. ასე ძეთო. Snacka, 1, 2, 3. კარგი რამე სახეხი მინდა ვიყიდო ქვაბების. ასეთ რამე რკინა რო გასაპრიალებელი ან რაღაცა. კარგად დავაპრიალო მთელი ქვაბები მინდა. და არ ვიცი რა, ეს ჩვეულებრივი რკინის გუბკას რო ყიდულობ ხოლმე, მაგისგან სვივა ეს ისენი. პატარა რკინები რო აქვს, რკინის გუბკები რო არის ხოლმე ჩვეულებრივი, რაც მაღაზიაში იყიდება, მე რო ხეხავ ეს რკინები ცვივა. რამე იქნება მითხრათ და მირჩიოთ რამე, კარგად რა აპრიალებს რომელი გუბკა. რაღაცა შეუკვეთე კიდე თემოდან, რაც
აი ესეთი რაღაცა ოთხკუთხედი ტილოსავით ესეთი ოთხკუთხედი ძალიან თხელი რკინის მასალის მაგვარი თუ ალუმინის მასალის მაგვარი არ ვიცი რომელიც აი ესე დაეჭმუჭნება ხელში აი ესე შეიძლება რომ აიღო აი როგორც უშოთ აი ამ ზომის არის მე მგონი მართლა აი ამ ზომის ახალი ოფიციალიდო და არის რაღაც ალუმინის მასალის თუ არ ვწდები და ესე შეიძლება ჩაიჭმუჭმოს ხელში მე ისე გაიშალოს ანუ ისეთი დრეკადი მასალაა რაღაცა და ესე რომ ჩაიჭმუჭნება ხელში მე ისე ვიშლება და არაფერი არ ცვიო რამდენიც არ უნდა ხეხო და კარგად აპრიალებსო ძალიანო რა ვიცი თემუზე ესე ეწერა მგონი კომპლექტში შედის 10 ცალი როგორც მახსოვს ძალიან ძვირიც არ ღირდა კი არა და რაღაცა 3-4-5 ლარი მაქსიმუმ 5 ლარამდე ღირდა რა ვიცი ჩამოვა და მე ვნახოთ როგორი იქნება ძალიან მინდა რომ ცადო და ყველა ხადი კარგად გამაპრიავო შევედი და რა იყო აბა გულები გავაკეთე აი ამის გული ინტერესგან როგორია ხო ესეთი გული ანუ ნახე აი აქ ხო ახალი ჩვენი აბა ყველა ისე ზედა ხატია მიხდისო ეს ნახე დიდი ანუ აი აქ ხო ახალია გული მაგრამ ჩაკეცილია და ნახევარი გამოდის აი მეორე განვიღება აი ამ ხალხს მეორე ნახავს მაქინა ნაკეთება ბა ჩვენი ყველას როგორ გავაკეთე აი ანუ ნახეთ აქ ხო ახალია გული მაგრამ აი აქ ჩაკეცილია აი აქამდე ხატია რომ არ ჩაიკეცოს და აი აქ დანარჩენი ჩაკეცილად არის და ვიღებთ მეორეს ანუ ვატრიალებთ ეგრე აი ზევით აი ამ ხრიდა აი მეორე იგივე ხო არის ეგეთ ჩაკეცილი ხო და ვიღებთ აი ეგრე ხო და მე აი ამ ნაწილსაც ეგრე ვიღებთ და ვიღებთ ამას ეხლა გავუკეთებ ეგრე ანუ ვიღებთ და ვუკეთებთ მე წავედი გავფინო ეს თეთრეული აივანზე და გამოდის გული აი უკვე გამოვედით უნდა დავკიდოთ დაკიდოს უნდა ტანსაცმელი რომ გაშვეს ну რაც არის რა ტანსაცმელი თუ თეთრეული Кати, сюда, ну-ка, ты там. О, чего? Камила, ты зацела. Чего? Витам, масседан. დღეს ცოტა გრივალი დრეგუში, იმიტომ რომ აქეთკენ ისედაც საერთოდ მზე არ იყდება ხოლმე. ზაფხულშიც უნდა ითქვას, რომ მაინც და მაინც ცხელი ვინა არ არის ჩვენი. დედა, ეს არის ძალიან ცოტა გრილა, ძალიან ცივა. ზამთარში ტიუმინში, აქ არცივა ძალიან დიდ. მაქანავებს. იკვიან, ბავშვს რატო აწვალებო? ესე მეტყვიან? არა. არა. არ მეტყვიან? ვარ. სხვათა შორის ბაბუს უნდა დაურეკო, მე რეგუშინაც ვერ დაურეკე და იტყვის.
და მივიწყეთ საერთოდ. აუდა ტელეფონს როგორ მქონჩავს? სა. იმიტომ რომ ის კარგად არ მაქვს განათება აწეული ბოლომდე და იმიტომ. სა ძალიან მქონჩავს. ჩვენთან როგორი ღიაცა? ჩვენთან რა? ჩვენთან როგორი ღიაცა? და ჩანს ტელეფონიდან რომ მქია? ხო. არა ტელევიზორში უფრო განათებული ფერებით იქნება ფერებით. ხო. და აი შენზე რომ მაგ და შენზე რომ მაგ ანუ ეხა ტელეფონი შენზე ჩანხარ, ხო? ანუ ცოტათი ჩანის სადა ის ყვითლად არის. მიდი გაიქეცი შენ, გაიქეცი. კამილა გაიქცე, იმიტომ რომ ცივა კარი დახურე დედიკო. აი აქ მაქვს კიდე გარჩენილი შუები. კარგი. ეს მირენას რაღაცა უნდა უყო. აი აქ უნდა გადადებული, მაგრამ რომ მოუხსნა რომ არ დაინახოს თორე ეს ბავშვი გადაირევა. აქ მაქვს კიდევ ნამცხვარი. მანდარინებიც. აქაც მეორე პორცია შოკოლადიანი შუები, აგერ მოკლედ მასივად შეადგილი არ არის, მაგრამ აქაც მშვენივრად ინახება, იმიტომ რომ გარეთ გრილა წვენი არის კიდევ, ნაბეღლავი და შამპანიური დარჩენილი. მოკლედ ამას რა უყო, ახლა რაღაცნაირად უნდა დავამაგრო, თორე მილენა გამიბრაზდება. კიდევ სანამ დღეს სახლში ვარ, სანამ არ გავედით, მანამდე მინდა კარგად გავასუფთავო აი ეს ზედაპირიც და თვითონ სარკეც, თვითონ გასუფთავებულია, მაგრამ მაინც ნათი თურები ადგილ-ადგილ მაინც ეტყობა და აი ეს სარკეც კარგად გავწმინდო და კარა და შიგნიდან მთლიანად დავალაგო. თითქოს დალაგებულია, მაგრამ მაინც რაღაცები არ მომწონს, აი აქ უკვე არ მომწონს აქაურობა რაღაცები, აგერ უკვე ჩატენილია რაღაცები, ასე სიჩქარეში, ვითომ დალაგებულია, მაგრამ მაინც რაღაცა არ მომწონს, იქ რაღაცა მინდა, რაღაცა არ მინდა, რაღაცას უფრო ვიცვამ, თუ რაღაცას არ ვიცვამ, შიგნით ჩავდო და ასე და აი ეს კარგად გადმოვალაგო, გავწმინდო და კარგად ჩავალაგო, შიგნეულობა მინდა. აქაც კიდე რაღაცები მიდევს, რა მიდევს, მე თვითონაც არ ვიცი, ნუ მოკლედ შევხედო უნდა რა. და აქაც კიდე რეები მაქვს. აქაც კიდე რაღაცა ადიალები და რაღაცები, ისიც სიჩქარეში და რაღაცაში მინდა აქაც კარგად მივალაგო. მოკლედ ახლა დავიწყებ. ახლა დავიწყებ ძვირფასებო და გავაგრძელებ და თქვენ კი რა თქმა უნდა გვიყურეთ, გამოიწერეთ და ასე შემდეგ. ვისაც კიდე გამოწერილი არ გაქვთ, ეს ირაკლის დასაცმელებიც ეს ხუდი იყიდა და ქაქუდებს, მოკლედ ესენიც დასალაგებელი მაქვს, მოკლედ ბევრი რაღაცა მაქვს დასალაგებელი. და მერე ცოტა ხანში ბავშვების ნამუშევრები ცოტა ხანში უკვე უნდა მოვწესრიგდე და უნდა გავიდეთ უკვე სტუმრად. ასეთი ამბები ჩემო ძვირფასებო, მოკლედ დღევანდელი რაღაცები ესე მოგიყევით, უცებ. თუ კიდევ ვიმეს გამოწერილი არ აქვს ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, გაგვიხარდება ძალიან, რა თქმა უნდა, გამოაწრინეთ თქვენს მეგობრებსაც, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ნუ მოკლედ რა ვიცი, ძალიან მინდა რომ კიდევ და კიდევ უფრო ბევრი გავხდეთ, რა თქმა უნდა, და ჩვენთან ერთად იყოთ ყველა. დიდი მადლობა ყველას, რომ ჩვენთან ერთად ხართ და კიდევ ვდგილოცავთ ახალ წელს და ბედობას ჩემო ძვირფასებო. დროებით კარგად. წარმატებები ყველას.